მოდის სწორედ 4 ოქტომბრის თემა. თქვენ არ უშვებთ, რომ ქართული ოცნება შეიძლება მართლაც ხედავდეს რისკს იმ, არ ვიცი, მასობრივ საპროტესტო აქციაში, რომლის ორგანიზების შესახებაც ლევან ხაბეიშვილი დაპატიმრებამდე საუბრობდა. რატომ გამორიცხავთ, რომ მართლაც ეშინიათ იმის, რომ 4 ოქტომბერს ბევრი ადამიანი გამოვა? რამდენად სერიოზული ფაქტორი შეიძლება იყოს 4 ოქტომბერი საზოგადოებისთვის, არა როგორც ადგილობრივი არჩევნების თარიღი, არამედ როგორც სწორედ შვიდობიანი რევოლუციის დღე. ხო, არ ვიცი, შვიდობიანი რევოლუციის დღე არ ვიცი, სიმართლე რომ გითხრათ და მე რაც ყველაზე მეტად არ მინდა. ადამიანები 26 ოქტომბრის მერე არიან ძალიან იმედგაცრუებულები. პოლიტიკური პროცესით, პოლიტიკოსებით, პოლიტიკური პარტიებით, ნიჰილიზმი, აქედან უნდა გამოვიდეთ ჩვენ. ეს ნიჰილიზმი უნდა დავამარცხოთ. ჩვენ როდესაც კონკრეტულ თარიღს ვსახავთ, რა ვიცი, 4 ოქტომბერი, სადაც რაღაცა უნდა შედგეს, ამბოხი თურმე უნდა გაფორმდეს და ასე შემდეგ. რომელიც მე არ მინდა ახლა წინასწარ რაღაცა 4 ოქტომბერზე ვისაუბრო, ამ დღეზე ვისაუბრო, ან მასში ჩართულ ადამიანებზე, ვისაც რწმენა აქვს, რომ მშვიდობიანი პროტესტი გაიმართება იქ თუ რაღაც სხვა სცენარები, რომელსაც ეს ადამიანები თავაზობენ, მე არ მინდა ადამიანები იმედგაცრუებულები იყვნენ. ამიტომ პასუხისმგებლო მგონია ასეთი ტიპის განცხადებები საკუთარი მოქალაქეების მიმართ, იმიტომ რომ ამას შეიძლება უზარმაზარი იმედგაცრუება მოყოს, რომლის მართვა მე ძალიან რთული იქნება. და მე გადაბრალება არ იყოს აი ამ პოლიტიკური პარტიების მხრიდან, რომ თურმე ხა ეს ნაცმოძრაობა კი არ არის, ეს რუსთაველის გამზირია, პაატა პუნჭულაძე, მე ის არის და ბოლოს დააბრალებენ ხალხს. რომელიც თურმე საკმარის ტემუდან გამოწერილი ჩინური კოცები უწოდეს დღეს თქვენს პარტიას ნაციონალურ მოძრაობაში და მოისმენდით ამ შეფასებას, ასევე გიწოდეს რუსული პროექტი და თქვენს რომ ტროას ცხენად დარჩით და საკუთარი ტყავის გადარჩენისთვის მთელს პროცესს ღალატობთ, სხვა შორის ნაციონალურ მოძრაობის ასეთი გაბრაზება განსაკუთრებით გიორგი გახარიას გუშინდელ განცხადებებს მოყვა, რომელიც 4 ოქტომბრის შესახებ მან გააკეთა ერთ-ერთ ეთერში. ბატონბერდია, გასაგებია რომ 4 ოქტომბრის ამ დღის წესრიგთან დაკავშირებით შესაძლოა გქონდეთ სკეპტიციზმი, მაგრამ მაინც რამდენად სწორია, როდესაც არ ვიცი, ბრძოლის წინა ხაზზე მყოფ პოლიტიკოსებს, ყოველ შემთხვევაში ადამიანებს, რომლებიც თბილისში და საქართველოში არიან, გიორგი გახარია უცხოეთიდან, ასე ვთქვათ, მოძღვრავდეს და შეცდომებზე მიუთითებდეს და ეუბნებოდეს, რომ აი 4-ში რევოლუციის გამოცხადება ეს იყო ყველაზე დიდი საჩუქარი ქართული ოცნებისთვის და ყველაზე დიდი შეცდომა, რომელიც ოპოზიციამ დაუშვა. ლეგიტიმაციას იძენს ამით ქართული ოცნება, ამასაც ამბობს გიორგი გახარია. მაშინ აგვიხსენით, რანაირად ანიჭებს ის დღის წესრიგი, რომელიც ნებისმიერი რადიკალური დღის წესრიგში დღეს დასავლეთში გაიყიდება როგორც ოპოზიციის მარცხი, პირდაპირ ფორმით გეუბნებით. ეს ასე იქნება, არანაირ რადიკალურ სცენარს აქ დასავლეთი არ განიხილავს. ეს პროპაგანდაა, რომელსაც ოცნება ეს სალაფავივით აწვდის საკუთარ მოქალაქეებს და ეუბნება, რომ დასავლეთს უნდა გადატრიალება ამ ქვეყანაში და დასავლეთი ამას არ განიხილავს. და ნაცმოძრაობაში და რა ვიცი კიდევ სხვა პარტიებში, რომლებიც აი ამ რადიკალიზაციაზე, დაპირისპირებაზე და რაღაც მშვიდობიან დამხობაზე საუბრობენ, არიან აბსურდში. და ამ აბსურდში არ შეიძლება დაარწმუნონ. ტემუდან გამოწერილი კი არა, აი მართლა 5 ოქტომბერს აი ესენი დაუძახეთ ამ ადამიანებს ყველას. აი ეს დასხით, გვალი მაგიდა გააკეთეთ და მაინტერესებს, მათ შორის 5 ოქტომბრამდეც უნდა გააკეთოთ ეს. აიღებენ თუ არა პასუხისმგებლობას 4 ოქტომბერს რა მოხდება ამ ქვეყანაში. უბრალოდ კითხეთ და ყველას ააღებინეთ პასუხისმგებლობა, როგორც ჟურნალისტმა პირდაპირ ეთერში. ეს მართლა ტემუდან გამოწერილები და ხა არ მალაპარაკოთ ხა ამ ადამიანებზე, რომლებიც აი ბინძური საკუთარი შეცდომებს მიხედეთ და საკუთარი შეცდომები გაანალიზეთ, თუ ამას გირჩევენ იგივე მშვიდობიანი რევოლუციის გეგმის ავტორები. ბატონბერდია, მინდა რომ ეს კითხვაც დავსვათ. სკეპტიციზმი რო ისმის გახარიაზე ასე მოძღვრავსო. გახარია კი არ გამოძღვრავთ. რჩევებს გაძლევთ, იმიტომ რომ დიდ სისულელეში ხართ გადავარდნილი და 13 წელია ერთსა და იმავეს აკეთებთ. ერთსა და იმავე სიგიჟეს აკეთებთ. და ერთი და იმავე წრეზე დაკავთ ხალხი და ეს ხალხი უდაბნოდან უნდა გამოვიდეს და სწორ გზას უნდა დაადგეს. აი თქვენი გზა რამდენად არის სწორი ზუსტად ამის შესახებ ვაპირებდი კითხვის დასმას. აი იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში არის ღრმა პოლიტიკური კრიზისი, როცა ხელისუფლებას მართლაც აქვს ლეგიტიმაციის პრობლემა. აი სწორედ ადგილობრივ არჩევნებში თქვენი შესვლა ხომ არ იყო ის, რაც აწყობდა ქართულ ოცნებას, რომელიც ქვეყნის შიგნით თუ გარეთ ალბათ შეეცდება ვითარების იმდაგვარად წარმოჩენას, რომ აი ყველაფერი დაალაგდა და თავის კალაპოტში ჩადგა.
ერთია საპარლამენტო არჩევნები და მის შედეგები და ლეგიტიმაცია მისი, მეორე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომელშიც ფაქტობრივად კაპიტულაციას უცხადებენ პირველად ამ ქვეყნის ისტორიაში და თქვენ წარმოიდგინეთ ზვიად გამსახურდიასაც კი აი ეს სხვა პოლიტიკური პარტიები 99 წლის ეუბნებოდნენ 90 წლის დაცვის და 91 წელს რომ კომუნისტების დანიშნულ არჩევნებში არ მიიღო მონაწილეობა. გახსოვთ თქვენ EDP და სხვა პარტიები, არ ვიცი ხა ვინც ისტორია იცის, პირდაპირ ფორმით მოუწოდებდნენ ზვიადს, რომ კომუნისტების დანიშნულ არჩევნებში არ მიიღო მონაწილეობა. მიიღო მონაწილეობა ზვიადმა და გაიმარჯვა იმ არჩევნებში. იმ არჩევნებში გაიმარჯვა და დღეს აი სრული კაპიტულაცია, რასაც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ახერხებენ და ფაქტობრივად პირდაპირ ფორმით ოცნების წისქვილზე ასხამენ წყალს. როგორ 4-ვე პარტიას რაღაცა სხვა პარტიებს თუ 8 თუ რამდენი 16 თუ რამდენი არიან არ ვიცი თითოკაციანი პარტიებიც ერთი კანდიდატი საერთო ნეიტრალურ კანდიდატზე შეთანხმება რომ მოხდარიყო თბილისში ხო გამარჯვების ეხაც ვიბრძვით რა თქმა უნდა გამარჯვებისთვის ხო უზარმაზარი შანსი იყო ბევრად უფრო დიდი რომ თბილისის მერის არჩევნები უფრო დამაჯერებლად მოგვიყო. ხო უზარმაზარი შანსი იყო განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა 2024 წელსაც ჩვენ ბევრად უფრო მაღალი მაჩვენებელი ვაჩვენეთ, ვიდრე ოცნება. რატო ვაკეთებ ამას? მე ერთ მერობის კანდიდატს, რომელიც თითქმის 300 დღეა პროტესტში და ყოველდღურად ერთ-ერთ ქალაქში დგას, მაინტერესებდა мотиваცია მისი რა იყო არჩევნებში მონაწილეობის ბევრ ეთერში მithkomსეს და ეხლაც ვიტყვი. რა არის შენი мотиваცია? ვეკითხებოდი, როდესაც არჩევნებში იღე მონაწილეობა და პარალელურად ქუჩაში დახარ რა მითხრა იცით? ერთით ნაკლები ქოციც საკრებულოში, ჩემთვის დიდი გამარჯვება, ზუსტად ამას ვაკეთებ ჩვენ. ჩვენ ახლა პროტესტის პრობლემა რა არის იცით ველა? ერთმანეთს ვესაუბრებით. აი თქვენ არ მოგწონთ მაგალითად ოცნება, მეც არ მომწონს და ვიყოთ. ჩვენ თუ იმ ელექტორატში არ შევაღწიეთ ოცნების, არ დავარწმუნეთ, რომ ოცნება ანტიეროვნული ძალა, ფასეულობებისგან დაცლილი ძალა, ანტიბართლმადიდებლური ძალა, კორუფცია ყვავის, ასე ერთმანეთს ესვრიან, უპირისპირდებიან, მათთვის ფასეულობა არ არსებობს, თქვენ ფულს ჭამენ, უზარმაზარ რეპუტაციულ რისკებში შეყავთ, ქვეყნის ევროპული მომავალი გააჩერეს, სტრატეგიული პარტნიორობა გაწყვეტეს ამერიკის შეერთებულ შტატებთან.